განყოფილებით სასამართლო პროკურატურა და ეხლა უკვე გადადიან ფსიქიატრიაზე და ადამიანების დაშინებაზე, რომ აი თურმე რაღაცა ხმას თუ ამოიღებ, შენ აუცილებლად ამოყოფ თავს ამ ფსიქიატრიაში ან სასამართლოში, მაგრამ ეხლა ჩემ ამბავს რაც შეეხება, მე ამ ამბავმა ეს გუშინ წინ როცა გახდა ცნობილი ეს ნინოს ამბავი, აი მართლა არ ვიცი რა დამიმართა, იმიტომ რომ ყველა კადრი თვალწინ გამიგა, ყველაფერი გამიცოცხლდა, აბსოლუტურად რაც აი ამ კაცმა გამომატარა პირადად აი ამ კაცის დიაგნოზმა. იმიტომ რომ ეს ამბავი მოხდა 2008 წლიდან დაიწყო, როცა პროკურატურა ვერ მიმტკიცებდა რაღაც საქმეს, 17-ის პირველი ნაწილით ვიყავი დაკავებული და ვერ მიმტკიცებდა საქმეს და საქმეს ჩართეს რესპუბლიკის მთავარი ექსპერტი დავით მაღრაძე. დავით მაღრაძემ ქნა ის, რაც ქნა და გამიშვა ხონში და ეს Facebook-ზე ძალდე მე ჩემი დიაგნოზი რაც გამიწერა მან და მე არც ვიცოდი საერთოდ რა ჩამიწერა დიაგნოზში, ციხიდანაც კი მოტყუებით გამომიყვანეს. წამოდი ახლა მივდივარ სახლში და ეს რაღაც დიალოგები და სადაც რიკოტისკენ გავიქი, უკვე სადაც მივდიოდი და რო ჩავედი, ანუ სრულიად საჭმელად ვიყავი და 20 წლის ადამიანი ვიყავი და 3 წელი გავატარე ხონის ფსიქიატრიაში და ჩემნაირად არ ვიცი, ხა ბევრი ადამიანი იყო ასე ტყუილი დიაგნოზებით, მაგრამ რაც შეეხება ხა იქაურ სიტუაციას, ეს არის ჩვეულებრივი წამების მანქანა. არ შეიძლება რომ აი ეხა ნინო დათაშვილის შემთხვევაში ხო აბსურდია ყველაფერი ხა თვითონაც იციან რასაც აკეთებენ და ეს არის უბრალოდ ხალხისთვის გამოტანილი თემა, რომ აი თუ რამეა ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ თქვენ აღმოჩნდეთ იქ სადაც თქვენ გვინდა და ამაზე კონკრეტულად თუ შემეკითხებით რაღაც კითხვებს მე შემიძლია ყველაფერზე გიპასუხო. ბოლო დღეებში ხშირად გაიხსენეს ნაზი შამანაურის დღიურები, სადაც ის აღწერდა, როგორც აღმოჩნდა დავით მაღრაძის დიაგნოზიდან გამომდინარე, რა წამება და რა სისასტიკე გამოიარა მან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. პირადად თქვენი გამოცდილება რა იყო? აი თუ შეგიძლიათ დეტალები ნაზი შამანაური ყოველდღე ხდებოდა ხონის ფსიქიატრიაში. აი ყოველდღე იყო ნაზი შამანაური. ლელა შამათავას გავიხსენებ ერთ ქალს, რომელსაც ანუ კომისიების დროს, როდესაც ანუ ყოველ 6 თვეში ერთხელ იყო კომისიები და ამ კომისიებზე მიყავხარ ხონის სასამართლოში და მე უკან მოყავხარ მანქანა და აი მხოლოდ იქ შეიძლება შეხვდე ქალ პაციენტებს, ასე ვთქვათ. და ეხლა რომ მოყვეთ ამ ლელა შამათავას ისტორია სიტყვაზე, ხო? წაიღებს ძალიან დიდ დროს და ანუ იმის გამო ძალიან სხვა პაციენტია და ასე ვთქვათ კონფიდენციალობა დავიცვათ. აი თქვენ პირადად თქვენს თავზე რა გამოსცადეთ, თუ შეგიძლიათ ამის გახსენება, მესმის რომ ეს ძალიან მძიმე თემაა. ეხლა მოგიყვებით ყველაფერს, ანუ გადამიყვანეს ჯერ ექსპერტიზაზე და 20 დღის მაგივრად საერთოდ 20 დღიანი ექსპერტიზა არის და 20 დღის მაგივრად ჩამიტარეს 10 დღიანი ექსპერტიზა, იმიტომ რომ 9 თვე სრულდებოდა უკვე ჩემი სისხლის სამართლის როცა დამაკავეს იქიდან 9 თვე სრულდებოდა და ან გავეშვით სახში, ან რაღაც უნდა ეკრიბა. ამიტომ წამიყვანეს მაშინ 10-იანი იყო ჯერ კიდევ ეს აგრეთადებული და 10 დღის შემდეგ დამაბრუნეს ისე ციხეში და სადაც ერთ კვირაში მომდის უკვე ეს დიაგნოზი. და როდესაც უკვე ხონში ჩავდა, ეხლა გეტყვით რა დაიწყო ხონში. ჩასვლის პირველივე დღიდან მომწეს რაღაც პატარა ტაბლეტი. აი მე როგორც აღმოჩნდა, მე ჰალოპერიდოლი ესე ქვია ამ ტაბლეტს. და როცა დავლიეს, ანუ ექიმმა გითხრა, რომ დაგინიშნა, რომ დალიო აუცილებლად, იმიტომ რომ ისეთი დიაგნოზი გაქვს შენ და ისეთი რაღაცები გიწერია, რომ ეს აუცილებლად. ნუ ჯერ არ ვიცი არაფერი დავლიე და მართლა ძლივს გადავრჩი დილის 8 საათზე რომ გავიღვიძე, არ ვიცი როგორ გავიქიშე საერთოდ. მედიკამენტოზე მკურნალობა, ნემსები, ნემსები ჩემთვის არავის არ გაუკეთებია, იმიტომ რომ ვიყავ იმდენად საათულაზე, რომ შემიძლია საკუთარი თავის დაცვა, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ხა სხვა პაციენტების შემთხვევაში, ხო, იყო არაადამიანური წამება, ლოგინზე დაბმა, ნემსების გაკეთება, აბსოლუტურად აი რაც შეიძლება საზღვრობა წარმოვიდგინოს ადამიანის მიმართ, აი ეს ყველაფერი. ნუ ანტისანიტარიაზე აღარ ვლაპარაკობ და აი პირად უფლებებზე და მაგაზე არ არის საუბარი. აი ნაზი შამანაურის დღიურები გადაშალეთ და რაც იქ წერია ერთი ხდებოდა და ხდება, ახლა არ ვიცი ხა ზუსტად რამდენად ხდება, მაგრამ როგორც ვიცი, ხონში იმის მერე ავეჯი შეიცვალა მხოლოდ და მეტი არაფერი რა, იმიტომ რომ დღემდე მაგს დავით მაღრაძეც შეუცვლელია როგორც ჩანს და აი თქვენ ამას როგორ ხსნით? დავით მაღრაძეზე ერთი კონკრეტული ფაქტი მინდა რომ გავიხსენო, ანუ როგორ იღებს აღიარებებს. აი ახლა გეტყვით ერთ საქმეს. აღიარებებს რასთან დაკავშირებით?
დავით მაღრაძის ხელში გადის ისეთი საქმეები, რომელიც არის პროკურატურიდან შესული, მაგალითად, კრიმინალური საქმეები, ასე ვთქვათ. როცა პროკურატურა ვერ იღებს ადამიანისგან ჩვენებას, სასურველ ჩვენებას, შემდეგ საქმეში თავი დავით მაღრაძის. დავით მაღრაძე რას აკეთებს? რაღაც მამაშვილური საუბრით, ესე ისე შემოხვევებით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი პაციენტს ალაპარაკობს ყველაფერი და შემდეგ ეს ყველაფერი პროკურატურას გადასცეს და თუ ამას არ დათანხმდება პაციენტი, შემდეგ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომ იარაღი გადის 24/7-ზე. და ერთ-ერთი ბენეფიცია, რომელიც ექსპერტიზას უტარებდა, შუბლზე მიუტანა და შუბლზე დაატო, რომ ამ იარაღით მოკალიო, თქვი ეხლაო და დიაგნოზს მოგცემო და გაგიშვებო ხონშიო და რა გინდაო სასჯელისგან გაგათავისუფლებოდ. თუ არა და დაგაბრუნებენ ციხეშიო და ესეთი კაცი ხავთ, ეს არის ჩვეულებრივი ჩეკისტია, 76-დან მუშაობს ეს ადამიანი. ხან ბედიანის უფროსი იყო, ხან რესპუბლიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების უფროსი იყო, მერე იყო ასაკიანის უფროსი იყო და წარმოიდგინეთ ხა რამდენი ადამიანის ბედმა გაიარა ამ ადამიანის ხელში.